ისთვისაც ახლა იდეაში პლაზმისკენ გადავინოსვლებ, არის ენერგეტიკა და გვექნება პირდაპირ ჩართვა საჭარიდან, სადაც ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ენერგოობიექტმა და კომპანიამ საუბარია ობიექტზე, რომელიც 187 მეგავატ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადზე ვსაუბრობ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოპროექტია. 2024 წელს მნიშვნელოვანი მიღწევები დაიწყო. თქვენ ახლა სწორად ჩვენს პირდაპირ ეთერში ხედავთ ჩართვას და ადევნებთ თვალყურს პირდაპირ რეჟიმში თუ როგორ მიმდინარეობს ელექტროენერგიის გამომუშავება. შეგახსენებთ, რომ ჰესების კასკადმა 2023 წელს ჯამურად 513 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც დაახლოებით 10%-ით გადააჭარბა საპროექტო მაჩვენებელს, ხოლო ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის წილი 7%-ით გაზარდა. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას წინასწარი გათვლებით წლევანდელი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დღევანდელი მონაცემებით უკვე გადააჭარბა 80 მილიონ კილოვატ-საათს, რაც ზამთრის თვეების ჭრილში მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.